Йоу, მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საოცარი და ლამაზი ეფექტი, რომელიც გაკეთებულია მხოლოდ ერთი ფოტოსგან. დიახ, ეს არის ჩვეულებრივი ფოტო, რომელიც გადაყვანილია სამ განზომილებაში. მისი გაკეთება ძალიან მარტივია და მოდით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. ხსნით ჩვენ ფოტოს Photoshop-ში იმისათვის რომ მოვამზადოთ ამ ლამაზი სამგანზომილებიანი ეფექტისთვის და ვიწყებთ მასზე მუშაობას. ავირჩიოთ თეთრი ფერი, ჯობია აი ესე, swap-ი გავუკეთოთ, კლავიატურაზე X-ის დაჭერით, ვაკეთებთ ფერის შეცვლას. ვირჩიოთ თეთრ ფერს, გვაქვს ჩვეულებრივი ფუნჯი, აი ესე და რას ვაკეთებთ? აუცილებლად ავიღოთ ახალი ლეიერი. დავაჭიროთ new layers, აი ესე. როგორც ხედავთ, ჩვენი პირველი ახალი ლეიერი მოთავსდება ჩვენი ფოტოს მაღლა. ავირჩიოთ აი ეს ფერის ჩასასხმელი და მოდით ჯერ პირველად ჩავასხოთ თლიანად შავი ფერი. რა თქმა უნდა, აი ამ ლეიერზე და არა ფოტოზე. ჩავასხოთ თლიანად შავი. ეს არის ჩვეულებრივი თლიანად შავი ფერი და გავაკეთოთ აი ეს გამჭვირვალე, აუცილებლად რომ დავინახოთ რა манипуляციებს ვახდენთ ჩვენს ფოტოზე. აი ესე დაახლოებით. შემდეგ ავირჩიოთ ჩვეულებრივი ფუნჯი და გადავიდეთ უკვე თეთრ ფერზე. კლავიატურაზე შეგვიძლია X-ის დაჭერით, გავაკეთოთ ფერების swap-ი, ანუ შეცვლა. ავირჩიოთ ჩვენი ფუნჯი, მოვნიშნოთ ჩვენი ლეიერი და დავიწყოთ ჩვენი ფოტოს რედაქტირება. გავზარდოთ ჯერჯერობით ფუნჯი, აუცილებლად აი აქ დაგვჭირდება დიდი ზომის ფუნჯი, იმიტომ რომ მთლიანად უნდა მოვიცოთ ჩვენი პორტრეტი და აუცილებლად შევამციროთ ჩვენი ფუნჯის opacity, ანუ გამჭვირვალეობა დაახლოებით მოდით გავაკეთოთ 17%. პირველი გაფრთხილება. ამ ეტაპზე ისე უნდა გავაფერადოთ ჩვენი ფოტო, რომ არ აუშვათ მაუს თითი. ისე უნდა ჩავატაროთ აი ეს ერთი манипуляცია, რომ არ გავაკეთოთ აი ესეთი რამ. მაუსზე თითის აშების გარეშე უნდა გავაფერადოთ მთლიანად. უბრალოდ დავაჭერთ ერთხელ, არ უშვებთ და დავიწყოთ აი ამ ფოტოს გაფერადება. ანუ მხოლოდ ჩვენი პორტრეტის და არა ბექგრაუნდის. გავითვალისწინოთ ესეც აუცილებლად. მხოლოდ სახის გაფერადება. აი ეს. გავუშვით მაუსს და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. შეგვიძლია ოდნავ დავაპატარავოთ ჩვენი ფუნჯი და მოდით ახლა მოვნიშნოთ უკვე ის ადგილები, რომელიც გვინდა ოდნავ წინ წამოიწიოს. ახლა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ. თეთრ ფერად ნიშნავთ იმ ადგილებს, რომელიც გვინდა წამოუწიოთ წინ, ხოლო შავ ფრად მოვნიშნავთ, ანუ გავაფერადებთ იმ ადგილებს, რომელიც უნდა წაიწიოს უკან. ეს არის ჩვეულებრივი ალფა ჩენელის კანონი. თეთრი ფერი იწევა წინ, ხოლო მუქ ფერად გაფერადებული მიდის უკან. დავიწყოთ და მოვნიშნოთ დაახლოებით ის ადგილები, რომელიც უნდა წამოიწიოს წინ. პირველ რიგში გადავიაროთ თმებზე. აი ესე ოდნავ გავაფერადოთ. ნუ შეგვეშინდება. გვაქვს ჩვენ ყოველთვის ლავირების საშუალება, დაახლოებით ესე. აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად მაუსს აუშვათ ხელი და არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება შემდეგ მის რედაქტირებაში. აი ესე. თმები წამოვწიეთ ოდნავ წინ. მოდით ახლა მივხედოთ დაახლოებით აი ამ მონაკვეთს, აი ესე. აი ესე. თქვათ, ლოყები წამოვწიოთ წინ ცოტათი, აი ესე. ნიკაპის ეს ადგილი, კისერი წამოვწიოთ ოდნავ წინ ეს ადგილი და შეგვიძლია ოდნავ ცხვირსაც გადავატაროთ, აი ესე. თვალებზეც აი ამ ადგილებში შეგვიძლია წინ წამოვწიოთ ეს ადგილიც, აი ესე. და ახლა უკვე შევუდგეთ შემდეგ ეტაპს. გადავატაროთ ცხვირზე. აი ეს. ცხვირი ოდნავ გაცილებით წინ არის წამოწეული, ამიტომ აი ეს ბლიკებიც შეგვიძლია გადავათეთროთ. აი ასე. აქ ბევრი მომივიდა, შეგვიძლია undo გავაკეთოთ. აი ესე.
და გადავატაროთ რა თქმა უნდა ტუჩებსაც. ტუჩების შემთხვევაში ფუნჯი ოდნავ უნდა დავაპატარავოთ, რომ კარგი ლავირების საშუალება მოგვეცეს. აი ასე. გადავიდეთ ქვემოთ ტუჩზე და ესეც გავაფერადოთ. ხო, აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი რამ, კბილები არ გადავათეთროთ, იმიტომ რომ კბილი უნდა დარჩეს უკან, ანუ შიგნით უნდა დარჩეს კბილი და ეს გვაძლევს ჩვენ დამატებით სამგანზომილებიან ეფექტს, რა თქმა უნდა. შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავაპატარავოთ ფუნჯი და გადავატაროთ უკვე აი ამ ბლიკებზე. ეს კიდევ შეეხმატებს უფრო მეტ სამგანზომილებიან ეფექტს, აი ესე. შეგვიძლია კიდევ ეს ბლიკებიც მოვნიშნოთ, აი ესე. ამჯერად მოდით გადავიდეთ უკვე შავ ფერზე და გადავაფერადოთ შავად ის ადგილები, რომელიც უნდა წავწიოთ უკან. X-ით გადავიდეთ შავ ფერზე. ანუ აი აქ ვირჩიოთ შავ ფერს და გავზარდოთ ჩვენი ფუნჯი. შავფრად უკვე უნდა გავაფერადოთ აი ეს ადგილები, ანუ background-ი, აი ესე. ოდნავ ცუდად ჩანს, მაგრამ ნუ ვინერვიულობთ ამაზე, ჩვენ უბრალოდ opacity გვაქვს დაკლებული. აი ესე გადავატაროთ ფონზე. აქაც იგივენაირად ვიქცევით და მოდით აი ამ თმების აი ამ ნაწილს, რომელიც უკან არის დაახლოებით ოდნავ მოთავსებული, ოდნავ გადავაშავოთ, რომ წავწიოთ უკან ამ მხარეს. აი ეს ადგილებიც წავწიოთ უკან და ოდნავ აი ეს ადგილებიც. შემდეგ გადავიდეთ სახის მიდამოებში და აი ეს ადგილები გავაკეთოთ მუქად, აი ეს. რომ გაიწიოს ოდნავ უკანა ფონზე. აი ეს. თმები შევწიოთ შიგნით. და თვალებიც მოდით ოდნავ აი ესე დავწიოთ უკან. აი ეს. თვალებს მივცეთ სიღრმე აუცილებლად და ლოყის აი ეს ადგილებიც ოდნავ დავამუქოთ. აუცილებლად მიხედოთ კბილებსაც, იმიტომ რომ კბილები აუცილებლად შიგნით უნდა გამოჩნდეს და დავწიეთ ესეც უკან. დიახ, ალბათ დაახლოებით უკვე დამთავრებულია ჩვენი ფოტოს რედაქტირება. მოვამზადეთ ჩვენ ფოტო უკვე After Effects-ისთვის და მოდით უკვე დავასეივოთ ჩვენი გამზადებული ფოტო. შეგვიძლია აქ ოდნავ აი ესე რაღაც ადგილებში მაუსი ოდნავ წავკრათ და დავამუქოთ თმების რაღაც მიდამოები. აი ეს. დამთავრებულია ჩვენი ფოტოს რედაქტირება. შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე 100%-იანი opacity და აუცილებლად არ დაგვავიწყდეს, რომ გავკეთოთ ოდნავ blurry, ანუ გავთხაფნოთ. Blur-ში შესვლისას უნდა ავირჩიოთ Gaussian blur, აი ესე და დაახლოებით 7-დან 8-მდე შეგვიძლია ავირჩიოთ, აი ესე და მივცეთ OK. როგორც ხედავთ, აი ესეთი ეფექტი მივიღეთ და აუცილებლად ჩვენი ფოტო დავასეივოთ PSD ფორმატში, save-ზე და save. დავხუროთ Photoshop-ი, ფოტო დასეივებულია, აი ეს ორი ლეიერი გვაქვს ჩვენს ფოტოზე და აღარ გვესაჭიროება. მოდით ახლა შევიდეთ Adobe After Effects-ში და გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. გავაკეთოთ ჩვენი ფოტოს იმპორტი, რა თქმა უნდა, აი ესე, შევდივართ ჩვენს file menu-ში, ვირჩიოთ imports და ვაკეთებთ photos imports. იმპორტის გაკეთებისას After Effects-ში შეგვეკითხება, რომ ავირჩიოთ აი ამ მენიუდან რომელიმე ფუნქცია. აუცილებლად ვირჩიოთ Composition Retain Layers Sizes. აი ეს. ავირჩიოთ აი ეს მენიუს ფუნქცია და დანარჩენი უკვე დავტოვოთ ჩვეულებრივად. თუ თქვენ ოდნავ სხვანაირად გაქვთ, მაშინ ავირჩიოთ აი ეს. მივცეთ OK. როგორც ხედავთ, გაგვეხსნა ჩვენ იმპორტის შედეგად აი ესეთი ფაილი და აუცილებლად გავაკეთოთ double click. შეხედეთ, ჩვენი ფოტო გახსნილია და გვაქვს ორი ლეიერი, ისევე როგორც Photoshop-ში. პირველ რიგში გავთიშოთ, რა თქმა უნდა, აი ეს პირველი ლეიერი, რომელიც დროებით არ გვესაჭიროება, რა თქმა უნდა, არ ვშლით, ეს არის ჩვენი აუცილებელი ლეიერი და გადავიდეთ უკვე ეფექტების გრაფაში. აი აქ, მარჯვენა მხარეს. თუ თქვენთან არ ჩანს ეს გრაფა, შევიდეთ Windows-ში და გამოვიძახოთ აი ეს Effects and Presets. აი, ამ შემთხვევაში გაქრა და როდესაც თავიდან ავირჩიოთ, ისევ გამოჩნდება.
ეფექტების მენიუდან ავირჩიოთ ეფექტი displacement map. ჩავწეროთ displacement map. აი ესე და ის ჩვეულებრივად გვანახებს აგერ displacement map და გადმოვიტანოთ ეს ეფექტი დავადოთ პირდაპირ ჩვენს ფოტოს. რა თქმა უნდა, დავწმუნდეთ, რომ აი ეს ადგილი გვაქვს მონიშნული, ანუ background-ი რეალური ფოტო და არა ეს პირველი ლეიერი. მოვნიშნოთ ისევ, დავწმუნდეთ, რომ background-ია მონიშნული და დავადოთ ჩვენი ეფექტი აი აქ. თუ თქვენ ეჭვგეპარებათ, რომ ამ ლეიერზე ადებთ აი ამ ეფექტს, მაშინ აუცილებლად გადმოვაცრიოთ აი აქ background-ში და დავადოთ აი ამ background layers. აი ეს. რაღაც ცვლილება როგორც ხედავთ, აი აქ მოხდა უკვე, მაგრამ ეს ჯერ არ არის დასრულებული ეფექტი და გადავხედოთ ჩვენს ეფექტების ფანჯარას. აი ესე. როგორც ხედავთ, პროჯექტი გვაქვს ჩვეულებრივად აი ეს ფაილი, რომელიც ჩვენ გავხსენით და გადავიდეთ effects control-ში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთან არ ჩანს ეს ფანჯარა, ეს მენიუ, შევდივართ ისე window menu-ში და ვირჩევთ effect controls, აი ამას და backgrounds. რა თქმა უნდა, ჩემთან უკვე ჩანს და თავიდან აღარ ვეცდებ მის გამოძახებას. გადავიდეთ აი ამ გრაფაში. ვინაიდან მე ამჟამად მაქვს After Effects-ი 2017 ვერსია. After Effects-ი როგორც იცით, მე შეძენილი მაქვს და მუდმივად აპდეიტები მოდის ჩემთან ჩვეულებრივად. ამიტომ შესაძლებელია თქვენ და მოძველებული ვერსია გაქვთ და აი ეს ადგილი, ანუ source-ი არ არის საერთოდ. ნუ მიაქცეთ ამას ყურადღებას, ეს ჩვენ არ გვესაჭიროება აბსოლუტურად და მოდით ავირჩიოთ აი აქ background-ის ადგილას displacement map layer-ში მივუთითოთ აი ეს layer პირველი, ანუ აი ეს ჩვენი layer-ი, რომელიც blur-შია და გათხაფნილი გვაქვს. აი ეს. ხოლო შემდეგ აი აქ ამ გრაფაში red-ის ნაცვლად მივუთითოთ luminance-ი, აი ესე და green-ის ნაცვლადაც აუცილებლად ავირჩიოთ luminance. და მოდით ახლა უბრალოდ დავარეგულიროთ და ვნახოთ რა გამოგვივიდა. მოდით მოვამზადოთ ჩვენი ფოტო უკვე ამოძრავებისთვის. პირველ რიგში გადავწყვიტოთ რამდენ წამიანი გვინდა გამოვიდეს. დაახლოებით ავირჩევ ალბათ 2 წამს, აი ესე შევამცირებ მთლიანად მთელს ჩვენს სამუშაო ადგილს და მარჯვენა მაუსის კლიკით, აი ესე გამოდის აი ესეთი მენიუ. გავაკეთოთ trim-ი, ანუ შევამციროთ 2 წამზე, მოვჭრათ მთლიანად და გავხადოთ ჩვენი ვიდეო 2 წამიანი. დავარეგულიროთ აი ეს ადგილი პირველ რიგში. ჩავსვათ ერთი key, ანუ ჩვენი ფოტოს 3D-ში გადასვლის დასაწყისი, აი ესე მივუთითოთ პირველი key, აი ესე ჩავსვათ და როგორც ხედავთ, აი აქ გამოგვიჩნდება ეფექტებში აი ეს პირველი key. აი, აქ უკვე ჩასმულია და შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე ბოლოში, რა თქმა უნდა. და ჩავსვათ საბოლოო key. გადავწიოთ, შევცვალოთ აი ეს ციფრი და მიხვდებით, რომ ჩვენი ფოტო უკვე გადადის სამ განზომილებაში. შეეცადეთ, რომ აი ესე არ გაიწელოს უაზროდ რაღაც სახის ნაკვთები, ამიტომ შევეცადოთ დავიჭიროთ რაღაც პატარა შუალედი. აი ეს. დაახლოებით აი ასე. საკმარისია ალბათ. ვინაიდან ყველა ფოტო ინდივიდუალურია, ამიტომ შეეცადეთ თქვენს შეარჩიოთ რაღაც გარკვეული კუთხე, რომ არ დაგვიმახინჯდეს მთლიანად ფოტო. აი ეს. დაახლოებით აი ამ ადგილას დავტოვებ და აი ეს key-ს ჩასვა. შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე მეორე პარამეტრში. მეორე პარამეტრზეც იგივენაირად ვიქცევით. ვაბრუნებთ ჩვენს პირველად კადრზე. აი ამ place nichans, აი ესე. მივუთითოთ ერთი key, ჩავსვათ აი ესე. გამოჩნდა ჩვენი პირველი key საწყისი და გადავინაცვლოთ ბოლოში. და ოდნავ აი აქაც შევცვალოთ. დაახლოებით ალბათ აი ესე. აი ხა უკვე საკმაოდ ემჩნევა სამ განზომილებაში გადასვლა, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ადგილას ცხვირის მიდამოებში რაღაცა არ გამოგვივიდა, ამიტომ შევეცადოთ აი ესე გავასწოროთ და დავარეგულიროთ. აი ასე. დავხედოთ კიდევ თავიდან და როგორც ხედავთ უკვე ჩვენი ეფექტი საკმაოდ ლამაზი გამოგვივიდა, საკმაოდ ესეთი მოცულობითი ფორმა მიიღო სურათმა, როგორც ხედავთ ჩვენი ფოტო ამოძრავდა, აი აქაც ემჩნევა საკმაოდ კარგად და ეფექტი მიღებულია.
შესაძლებელია მოგიწვიოთ განმეორება თქვენს ფოტოებზე, რომ მიაღწიოთ მაქსიმალურად თქვენთვის სასურველ და კარგ შედეგს და ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ყველას. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს მოგეწონათ. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. დროებით. კარგად. თქვენთან ერთად იყო მიხეილი.